სამყაროში იმდენი უცნობი ობიექტი არსებობს, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცით. ასტრონომია მართალია ძველი მეცნიერებაა და ადამიანი უხსოვარი დროიდან ცაში იხედებოდა, მაგრამ ტექნოლოგიური ასტრონომია ახალია და ამიტომაც ვაკეთებთ განსაცვიფრებელ აღმოჩენებს. სულ რაღაც 100 წლის წინ ისიც კი არ ვიცოდით ზუსტად, რომ სხვა galaktikები არსებობდა. ჩვენი galaktika ირმის ნახტომი მრავალი უკიდურესად უცნაური ობიექტის სამშობლოა. მაგრამ ახალმა აღმოჩენამ ასტრონომები ნამდვილად გააოცა. შორეულ კოსმოსში ასტრონომებმა სრულყოფილი სფერო შენიშნეს. ძლავრი რადიოტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში ასტრონომებმა სრულყოფილად სფერული ბუშტი შენიშნეს. მეტნაკლებად ცნობილია, რა არის ის სინამდვილეში. აფეთქებული ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მატერიის, ანუ სუპერნოვასგან ნარჩენის გაფართოებადი ბუშტი. თუმცა, უფრო მეტად თავსატეხი ისაა, როგორ გაჩნდა ის. კვლევართა დიდმა საერთაშორისო ჯგუფმა დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს მიროსლავ ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით ობიექტს ტელეიოსი უწოდა. ძველბერძნულად ნიშნავს სრულყოფილებას. შესაძლებლობათა ყოველმხრივი მიმოხილვის შემდეგ მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო, რათა დადგინდეს, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ობიექტი. ავსტრალიაში განთავსებულმა რადიოტელესკოპმა ASCAP-მა თავის პროგრამაში სამყაროს ევოლუციური რუკა EMU სხვადასხვა სახის მრავალი წრე აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორსაა. სხვა galaktikებში და კვლევაც ჭირს. მათ შორისაა სახელგანთქმული უცნაური რადიოწრეები ORCS-ი. ტელეიოსი ირმის ნახტომში მდებარეობს და ღრმა კოსმოსში მიმოფანტული უცნაური რადიოწრეებისგან განსხვავებული წარმომავლობა აქვს. იმის მიუხედავად, რომ ის უფრო ახლოსაა და პატარაა, ვერ ხერხდება მისი ზუსტი მანძილის დადგენა, რაც მნიშვნელოვანი წინაღობა აღმოჩნდა მისი წარმომავლობის შესასწავლად. ფილიპოვიჩმა და მისმა კოლეგებმა ობიექტს ყოველმხრივი ანალიზი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ რთულად ანათებს მხოლოდ რადიოტალღის სიგრძეებში. მისი ნათების ტალღის სიგრძემ ცხადყო, რომ დიდი ალბათობით ის IA ტიპის სუპერნოვას ნარჩენი უნდა იყოს. მთელ სამყაროში სუპერნოვას ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტიპის. ეს სუპერნოვები მაშინ ხდება, როცა სხვა კომპანიონ ვარსკვლავთან ახლო წყვილურ ორბიტაზე მოძრავი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი ამ კომპანიონს მატერიას პარავს, შთანთქავს და აღწევს მასის ლიმიტს, რის შემდეგაც ფეთქდება. კოსმოსში სხვადასხვა ობიექტამდე მანძილის გაზომვა საკმაოდ რთულია. ტელეიოსამდე მანძილის შესახებ მკვლევრებმა გარკვეული შეფასებები დადეს, მაგრამ ვეღარ დააზუსტეს ორ ვარიანტზე მეტად. დაახლოებით 7175 სინათლისწელი და დაახლოებით 25144 სინათლისწელი. ორივე ეს მანძილი ტელეიოსის ევოლუციური ისტორიისთვის ძლიერ სხვადასხვა რამეს ნიშნავს. იმის გამო, რომ რაც უფრო შორსაა ობიექტი ჩვენგან, მით უფრო პატარა ჩანს. ეს ორი მანძილი ბუშტის ძლიერ სხვადასხვა ზომას იძლევა. თუ 7175 სინათლისწლის მანძილზეა, სუპერნოვას ამ ნარჩენის სიგანე 46 სინათლისწელი უნდა იყოს. მაგრამ თუ 25144 სინათლისწლითაა დაშორებული, მისი დიამეტრი 157 სინათლისწელი იქნება. სუპერნოვას ნარჩენი ხშირად შედგება მატერიის გაფართოებადი ღრუბლისგან. შესაბამისად, ყოველი ზომა ნარჩენის სხვადასხვა ასაკზე მიუთითებს. ახლო მანძილი მიუთითებს ახალგაზრდა სუპერნოვას ნარჩენზე, რომელსაც განსაზრდელად ნაკლები დრო ჰქონდა, 1000 წელიწადზე ნაკლები. დიდი მანძილის შემთხვევაში კი ის 10000 წელიწადზე მეტის უნდა იყოს. ამ ორივე სცენარის პრობლემა ისაა, რომ IA ტიპის სუპერნოვას ევოლუციური მოდელების პროგნოზების თანახმად, მას ასევე უნდა ჰქონდეს რენტგენული სხივები. რენტგენული სხივების არარსებობა ცოტა დამაბნეველია. კიდევ ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ ტელეიოსი IAX ტიპის სუპერნოვას ნარჩენია. IA ტიპის სუპერნოვას ერთ-ერთი ტიპის, რომელიც თეთრ ჯუჯას მთლიანად კი არ ანადგურებს, არამედ ტოვებს ზომბი ვარსკვლავის ნარჩენებს. ეს კი ზუსტად ჯდება ტელეიოსის გამოსხივების მახასიათებლებში. მაგრამ ამისათვის საჭიროა ის ცოტა უფრო ახლოს იყოს. დაახლოებით 3262 სინათლის წლის მანძილზე. IAX ტიპის სუპერნოვა IA ტიპის სუპერნოვას იშვიათი ქვეტიპია, რომელიც თეთრი ჯუჯას სრულად გაფატვის ნაცვლად ნარჩენ ვარსკვლავს ზომბი ვარსკვლავს ტოვებს.
IAX ტიპის სუპერნოვები IA ტიპის მსგავსია, მაგრამ სინათლის ან რადიაციის უფრო დაბალი გამოტყორცნის სიჩქარე და უფრო დაბალი სიკაშკაშე აქვთ. IAX ტიპის სუპერნოვები შეიძლება მოხდეს IA სუპერნოვას სიჩქარის 5-დან 30%-მდე სიჩქარით. 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით ამ კატეგორიაში 30 სუპერნოვა იყო აღმოჩენილი. მას შემდეგ რიცხვი გაიზარდა. თეთრი ჯუჯისა და კომპანიონი ვარსკვლავისგან შემდგარ ბინარულ სისტემაში. თეთრი ჯუჯა კომპანიონს მატერიას აცლის. ჩვეულებრივ თეთრი ჯუჯა საბოლოოდ კრიტიკულ მასას მიაღწევს და შერწყმის რეაქციები მის აფეთქებასა და თლიანად გაფანტვას გამოიწვევს. მაგრამ IAX ტიპის სუპერნოვაში ჯუჯას მასის მხოლოდ ნაწილი იკარგება. ეს სცენარი იმას ნიშნავს, რომ ტელეიოსი ცოტა პატარაა, დაახლოებით 11 სინათლის წლის სიგანის. ამ მაზზე არის ვარსკვლავიც კი, რომელიც შეიძლება ზომი ვარსკვლავის კანდიდატი იყოს. თუმცა, მანძილის არცერთმა სხვა დამოუკიდებელმა გაზომვამ არ დაადასტურა, რომ ტელეიოსი შეიძლება ამ მანძილზე იყოს. ყველა ეს საკითხი ობიექტის თითქმის სრულყოფილ სიმეტრიას ცოტა უკანა პლანზე სცემს. სუპერნოვას ნარჩენები თითქმის ყოველთვის გარკვეულწილად სიმეტრიულია. თავად აფეთქება შეიძლება ასიმეტრიული იყოს. გაფართოებამ და მატერიამ შეიძლება მიმდებარე გაზი და მტვერი გადასციოს და საბოლოოდ გარსი იმდენად გაფართოვდება, რომ დანაწევრებას დაიწყებს. თუმცა, თუ კი სუპერნოვა სიმეტრიულია და სივრცის საკმაოდ ცარიელ რეგიონში ხდება, ის შეიძლება სიმეტრიულად გაფართოვდეს. მას ჯერ დანაწევრების წერტილისთვის არ მიუღწევია. იშვიათი ხედია, მაგრამ არა შეუძლებელი. შედეგად ტელეიოსი საკმაოდ მოხდენილია. ამ ამბის საბოლოოდ გასარკვევად ცოტა მეტი კვლევაა საჭირო. 2021 წელს ასტრონომებმა სუპერნოვას დარტყმითი ტალღები აღბეჭდეს და ამ ფენომენის ბევრი ახალი დეტალიც გაარღვიეს. ეს თვალწამტაცი სტრუქტურა სუპერნოვად აფეთქებული ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსისას გამორტყორცნილი მატერიაა. ასტრონომები მას 14 წლის განმავლობაში უღებდნენ ფოტოებს და შედეგად დეტალურადაც დააკვირდნენ წამში 4000 კილომეტრის სიჩქარით მოძრავ ამ დარტყმით ტალღებს. თითების წვერებზე ჩანს სუპერნოვას ნარჩენი და დარტყმითი ტალღა, სახელად MSH1552, რომელიც გაზის ღრუბენ RCW99 ურტყამს და მის მატერიაში წარმოქმნის შოკებსა და კვანძებს, რაც სუპერნოვას გაფართოების პროცესს ანელებს. სუპერნოვას ნარჩენი MSH1552 ჩვენგან 17000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და როგორც ჩანს, ირმის ნახტომში ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სუპერნოვას ნარჩენია. ვარსკვლავის აფეთქების სინათლემ დედამიწაზე დაახლოებით 1700 წლის წინ მოაღწია. ბირთვული სინთეზისათვის საჭირო საწვავის ამოწურვის შემდეგ მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. გარეფენები კოსმოსში მიმოფანტა, მისი ბირთვი კი კოლაფსირდა. ეს კოლაფსირებული ბირთვი მკვდარი ვარსკვლავის ერთ-ერთ ტიპად პულსარად გადაიქცა. პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი სახეობაა. უკიდურესად მკვრივი ობიექტი, რომელშიც ნეიტრინოები იმდენად მჭიდროდ არის შეკუმშული, რომ ატომ ბირთვის გარკვეულ თვისებებს იძენენ. ძლიერი სიჩქარით ბრუნვისას პულსარი პოლუსებიდან რადიაციას ასხივებს. ამ ბრუნვის შედეგად გამოტყორცნილი ვარსკვლავური მასალისგან ასევე წარმოიქმნება კოსმოსში გაფართოებადი რენტგენული სხივების ნისლეული. როდესაც წინამორბედმა ვარსკვლავმა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ეტაპის დასასრულს მიაღწია, მის გარშემო კოსმოსში უნდა გაჭრილიყო მძლავრი ვარსკვლავური ქარი, რომელმაც მას წყალბადი შემოაცალა და გიგანტური სიღრუბე წარმოქმნა. შემდეგ, როდესაც ვარსკვლავის ბირთვი საბოლოოდ კოლაფსირდა სუპერნოვად, აფეთქებამ დარჩენილი ვარსკვლავური მატერიაც ამოტყორცნა კოსმოსის ამ შედარებით ცარიელ რეგიონში. და ამასობაში, რას აკეთებს კოსმოსში გაშვებული ტელესკოპი, ჯეიმს ვები, თუ არა ასეთ ნარჩენებსა და ობიექტებზე დაკვირვებას, სხვა მრავალ საქმეს შორის. ახლა მოგიყვებით აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენების შესახებ, რომელიც ვებმა უპრეცედენტო დეტალებში გადაიხო. კვლევართა აზრით, საქმე ამ შემთხვევაშიც ბირთვ კოლაფსირებულ სუპერნოვასთან გვაქვს. აპარატმა თავისი מחვილი თვალი კასიოპეა A-სკენ მიმართა. ეს გახლავთ ცხელი გაზის შთამბეჭდავი კომპლექსური, გაფართოებადი ღრუბელი, რომელიც 1670-იან წლებში აფეთქებული ვარსკვლავის, ანუ სუპერნოვასგან გამოიტყორცნა. ეს სანახაობა იმ დროის ადამიანებმა ხამისაზე საკუთარი თვალით ნახეს. გარეთ მიმართული დარტყმების შედეგად გაცხელებული გაზის ფილამენტების ინფრაწითე დიაპაზონში სკანირებამ საოცარი ახალი დეტალები გამოავლინა. ამ ცნობილ სუპერნოვას ჯეიმს ვები უკვე მეორედ დააკვირდა
2023 წლის აპრილში ტელესკოპი მას შუა ინფრაწითელ დიაპაზონში დააკვირდა თავის ინსტრუმენტ მირით. კასიოპეა A მზის სისტემიდან დაახლოებით 11,000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგად შესწავლილ ობიექტს. მე-17 საუკუნის ბოლო პერიოდის ჩანაწერები მიუთითებს, რომ ის რამდენიმე ასტრონომმა შენიშნა, მაგრამ თავად სუპერნოვას ნარჩენების ოფიციალურად ჩაწერა გაცილებით გვიან 1948 წელს მოხდა. ასტრონომებს ეს ობიექტი იმთავითვე აჯადოებდა, რადგან აფეთქებული ვარსკვლავის ევოლუციის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. მისი ნარჩენები კოსმოსში ზებგერითი სიჩქარით ფართოვდება. მინდაიდან ჯეიმს ვები კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპია. უცნაური იქნებოდა ასტრონომებს ის, რომ კასიოპეა ეს შესასწავლად არ გამოეყენებინათ. ახალი ახლო ინფრაწითელი ფოტოები გაცილებით ეფემერულია, ვიდრე წინა სხვა ტალღის სიგრძეებში დაკვირვებისას გადაღებული. მაგრამ სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ ასტრონომებს სუპერნოვას ნარჩენის დინამიკის შესწავლა. გამოიკვეთა ერთი განსაკუთრებით საოცარი ახალი მახასიათებელი. სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში ზოლებიანი ლაქაა, რომელსაც მეცნიერები ჩვილ კასიოპეა A-ს უწოდებენ, რადგან ის სწორედ ახალშობილ კასიოპეა A-ს გავს. შეიძლება ის სუპერნოვას ნარჩენთან ახლოს ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მისგან დაახლოებით 170 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს წარმონაქმნი სუპერნოვა არ არის, სინამდვილეში კასიოპეა A-სგან წასული სინათლეა, რომელიც კოსმოსში მიდის და ტვრის შორეულ გროვას ურტყამს, რაც მას ანათებს. ამ ფენომენს სინათლის ექოს უწოდებენ და ახალ ფოტოზე რამდენიმე მათგანი დაფიქსირდა. ფოტოზე ვხედავთ კაშკაშა ვარდისფერ ნარინჯისფერ გრეხილებს, რაც აფეთქების შიდა გარსს წარმოადგენს. გაზისა და მტვრის გროვებს, რომლებიც სხვადასხვა ელემენტ შეიცავს, მათ შორის გოგირდს, ჟანგბადს, არგონს და ნეონს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს ახლად დაბადებულ ვარსკვლავებში მოხვდებიან. ნარჩენის გარეთა კვამლიანი გარსი ვარსკვლავთ შორის სივრცეში ფართოვდება. ის შუა ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში კაშკაშებს, მაგრამ ზედმეტად ცივია, რათა ახლო ინფრაწითელში ანათოს. სურათზე ასახული ფერი სინქროტონული რადიაციის მიერ არის წარმოქმნილი, რომელიც თავის მხრივ მაშინ ჩნდება, როცა ელექტრონები სპირალურად ჩქარდება მაგნიტური ველის ხაზების გარშემო. შუა ინფრაწითელში ასევე ჩანდა ბუშტის ცენტრი, მარჯვენა მხარეს კაშკაშა, ღია მწვანე ნათება, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებდა. ნირკამის ახალ ფოტოზე ამ რეგიონში ხვრელები მოჩანს, რომელსაც გარშემო თეთრი და მეწამული ფერები არტყია, რაც იონიზებულ გაზზე მიუთითებს. ასტრონომები ახლა ფიქრობენ, რომ სინათლის ასეთი კომბინაციის მიზეზი სუპერნოვადან გატყორცნილი გაფართოებადი მატერიაა, რომელიც ვარსკვლავის მიერ აფეთქებამდე გატყორცნილ სხვა მატერიას ეწევა და ეჯახება. კასიოპეა A-ს სახელს მომავალში კიდევ მრავალჯერ გაიგონებთ. ჯეიმს ვები სუპერნოვას ამ ნარჩენს კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება. ჯეიმს ვების ტელესკოპს არც მისი მოხუცი წინამორბედი ჩამორჩება. ჰაბლიც არანაკლებ აგრძელებს კოსმოსის შესწავლას. ის ჩვენი პირველი გარეთვალია გარემომცველი სივრცის დასაკვირვებლად. ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შთამბეჭდავ დეტალებში აღბეჭდა სინათლე, რომელიც 2016 წელს მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებას მოყვა. მას შემდეგ ეს სინათლე გარემიმართულებით ვრცელდება. სურათების შეერთების შედეგად მიღებული ანიმაცია მომაკვდავ ვარსკვლავთა ევოლუციის შესახებ ინფორმაციის ნამდვილი საგანძურია. სუპერნოვა მდებარეობს გალაქტიკა კენტავრი A-ში. სინათლის ექოები ნამდვილად საოცარი ფენომენია, რომელიც რეალურად მხოლოდ შორიდან ჩანს. ჩნდება მაშინ, როდესაც რაღაც წარმოქმნის სინათლის ისეთ ნათებას, რომელიც კოსმოსში აცხივებს. თუ ეს სინათლე ფიზიკურ ბარიერში ხდება, მაგალითად კოსმოსური მტვრის ღრუბლებს, მოხდება მისი არეკლა და საწყისი ანთებისგან განსხვავებულ დროს მოვა. თითქმის იგივეა, რაც ბგერის ექო, მაგრამ მის ნაცვლად ამ შემთხვევაში სინათლეა. სინათლის ამ ექოების გამოყენებით შესაძლებელია სივრცის და მასში მოქცეულ ობიექტს და უკეთკულება. 2016 წელს, როდესაც ამ სუპერნოვას სახელად SN 2016 ADJ-ს აკვირდებოდნენ, ასტრონომებმა ის ჩაინიშნეს და შემდეგში რამდენჯერმე მიუბრუნდნენ. ჩვენგან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მის მასპინძელ გალაქტიკა კენტავრი A-ს, რათა ენახათ დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. მოთმინებამ შედეგი გამოიღო. მიმქრალი სუპერნოვას შესახებ არა მხოლოდ მონაცემები შეაგროვეს, არამედ მისი სინათლის ექოების გადაიღეს.
ამ მძლავრი სუპერნოვას აფეთქების დარტყმითი ტალღა გარე მიმართულებით წამში 10,000 კილომეტრის სიჩქარით მიდის. ამ დარტყმითი ტალღის წინ არის სუპერნოვას მიერ გამოყოფილი სინათლის ძლიერი ნათება, რაც იმ გაფართოებად რგოლებს განაპირობებს, რომლებსაც ფოტოებზე ვხედავთ. სუპერნოვები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ ამ კოსმოსურ აფეთქებათა შედეგად წარმოიქმნება მრავალი მძიმე ელემენტი, მათ შორის ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა, რომლებისგანაც შედგება ჩვენი galaktika, ვარსკვლავები და პლანეტებიც. კენტავრი A ცოტა უცნაურია. მიეკუთვნება ელიფსურ galaktikათა კლასს, რომლებიც ძირითადად გლუვი, ოვალური ფორმის galaktikებია, ძლიერ ცოტა მტვριთა და ძალიან ძველი ვარსკვლავებით. თუმცა კენტავრი A ძლიერ მტვრიანია. აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთ წარმოქმნის პროცესი და ოდნავ გამრუდებულია. ჯერ კიდევ შეიმჩნევა სხვა galaktikasთან კოსმოსური თვალსაზრისით შედარებით ბოლოდროინდელი შეჯახების ნიშნები. იმის მიუხედავად, რომ ყველა მოუთმენლად ელის, როდის გადაიღებს კენტავრი A-ის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც მტვრის მიღმა გახედვოდა galaktikis შუაგულში შეხედვა შეუძლია. ასტრონომებმა აჩვენეს, რომ არის გარკვეული დაკვირვებები, რომლებშიც ჰაბლი ჯერ მაინც მეფეა. იქედან გამომდინარე, რომ ჰაბლი უკვე რამდენიმე 10 წლეულია კოსმოსშია. ჩატარებული აქვს მრავალწლიანი დაკვირვებები, რომლებიც galaktikis სტრუქტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვთავაზობს. დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ სუპერნოვა ყველაზე მძლავრი აფეთქება იყო კოსმოსში. თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს სუპერნოვაზე 10 ჯერ ძლიერი, ახალი ტიპის კოსმოსური აფეთქება. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ მძიმე ელემენტთა, ანუ თუთიაზე უფრო მძიმე ელემენტის წარმოქმნის ერთადერთი გზა ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმა იყო. ამ დროს ერთმანეთს ეჯახება ბინარულ, ანუ ორმაგ სისტემაში, ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი მასიური ვარსკვლავის ნარჩენი. ახალი აფეთქება კი არა ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის, არამედ 25 მზის მასის სწრაფად მბრუნავი ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ვარსკვლავის კოლაფსისა და აფეთქების შედეგი უნდა ყოფილიყო. ამ აფეთქების მოვლენას მათ მაგნეტოროტაციული ჰიპერნოვა უწოდეს. მას ჯერ კიდევ სწავლობენ მეცნიერები და მიუხედავად წინასწარი მოსაზრებებისა, მე უფრო კარგ ანგარიშს დავილოდები, სანამ თქვენამდე მოვიდან ამ ამბავს. ახლა კი ამით დავასრულებ ვიდეოს და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე გამოწერილი გაქვთ არხი.